ახლო აღმოსავლეთის ომმა საქართველოში გამოწვევის წინაშე დააყენა სამკერვალო საწარმოები. ტანსაცმლის წარმოების ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ნედლეული, რის გამოც სამკერვალოები დილემის წინაშე დგანან. ან შეამცირონ მოგების მარჟა, ან გააძვირონ პროდუქცია. რამდენად დიდი გავლენა აქვს ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს, როგორც ქართული წარმოების ამოსვის, ისე იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციაზე მარი მელიქიშვილი გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაიამი ვესალმები ჩვენს მაყურებელს. ვიდრე უშუალოდ ადგილობრივი სამკერვალოების გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რეალიზაციის მაჩვენებლებით დავიწყოთ. მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა არა მხოლოდ ტურისტების მხრიდან შესყიდვები შეამცირა, არამედ შეცვალა ადგილობრივი მომხმარებლის ქცევაც. კერძოდ, მომხმარებელი უფრო მოზომილი და თავშეკავებული გახდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენისას, რადგან ეს ნივთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს არ წარმოადგენს. რაც შეეხება თავად ტურისტების წილ შესყიდვებში, დარგის წარმომადგენლების შეფასებით, თბილისის სავაჭრო მოლები სავსე იყო ირანიდან, არაბული სახელმწიფოებიდან და ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებით, რომლებიც მაღალ მყიდველ უნარიანობით გამოირჩეოდნენ და საკმაოდ მაღალი ჩეკი ჰქონდათ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით ომის გამო აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადებმა იკლო, შემცირებულია მათი ტრაფიკით სავაჭრო ცენტრებში. 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელიდან ვიზიტების თითქმის 18%-იანი კლება, ირანიდან 49%-იანი 20%-ით შემცირდა ვიზიტორები, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყატარიდან 7%-ით, ქუვეითიდან კი თითქმის 19%-ით. ცხადია, ეს სტატისტიკური მაჩვენებლები აისახა ტანსაცმლის რითეილზეც და როგორც ადგილობრივი წარმოების სამოსისა და ფეხსაცმლის, ისე იმპორტირებულის რეალიზაცია შემცირდა. ახლო აღმოსავლეთში საომარი ვითარებებიდან გამომდინარე, საქართველოში რა თქმა უნდა პროდუქცია მოთხოვნა შემცირდა. აქ საუბარია როგორც იმპორტირებული პროდუქცია, ისე ადგილობრივი წარმოების და ადგილობრივი ნაწარმოების პროდუქტზე. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ ჯამურად საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა სხვადასხვა კონტინენტიდან შეიძლება არ იყოს რაღაც კლებადი და პირველი კვარტალის მიხედვით 2026 წლის რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებიდან ყოველ შემთხვევაში სადაც საომარი ვითარებები არის და მეზობელი ქვეყნებიდან ეს ტენდენცია უფრო სიმცირისკენ მიდის და მით უმეტეს კონფლიქტურ და საომარ ვითარებებს ეს თქო გამოქცეული ის ადამიანები, ვინც თავს არიდებენ ამ ყველაფერს და ცდილობენ მოძებნონ შესაბამისი პლატფორმა, უფრო უკეთესი პლატფორმა, სადაც საცხოვრებლად უკეთესი პირობები ექნებათ. ის ადამიანები არ წარმოადგენენ დიდად მყიდველ უნარიან მოსახლეობას და შესაბამისად ეს აისახება უფრო უშუალოდ გაყიდვებზე. თუ გადავხედავთ წინა წლების მაჩვენებლებს, ისრაელიდან, გაერთიანებული ემირატებიდან, ხო, არაბული ქვეყნებიდან და ზოგადად გალფის ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი ზრდა იყო, ასე ვთქვათ, ტურისტების, რომლებიც ძალიან გადამხდელ უნარიანები არიან, საკმაოდ კარგი საშუალო ჩეკია მათი ნავაჭრი, თუმცა და მოლები ძირითადად სავსეა ხოლმე. ჩემი დაკვირვებით და ჩემი რასთან შეხება მქონდა იქიდან რომ ავიღოთ, ერთ ადამიანსაც კი შეეძლო რომ საკმაოდ დიდი მოცულობის, თანხობრივი მოცულობით ევაჭრა ქართული პროდუქციით. მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი არის გაჩერებული, ძალიან შემცირებულია. ტურისტული ნაკადის შემცირებამ გამოიწვია პირველი რაც არის, რომ მოლებში აღარ არის დიდი ტრაფიკი, მოლებში ტრაფიკის შემცირებამ თავისთავად ვაჭრობაზე იმოქმედა და ახლო აღმოსავლეთის ომმა დაბრკოლებები შექმნა წარმოების კუთხითაც, ვინაიდან ქართული მოდის ინდუსტრია სრულად დამოკიდებულია ნედლეულის იმპორტზე, სამკერვალო საწარმოებს გაეზარდათ სახარჯი მასალების თვითღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯები და დრო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გაძვირდა ენერგომატარებლებიც, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის. შესაბამისად, ადგილობრივი მწარმოებლები დილემის წინაშე არიან, ან უნდა შეამცირონ მოგების მარჟა, ან გააძვირონ პროდუქცია. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც პროდუქცია ძვირდება, მომხმარებელი მისი შეძენისგან კიდევ უფრო მეტად იკავებს თავს. სექტორს შეელიან, რომ ომის დასრულების შემდეგ წარმოების ხარჯები ცოტათი შემსუბუქდება, თუმცა ნაკლებად ვარაუდობენ, რომ იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც ომამდე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი სამოსის წარმოების გარდა გაძვირებულია თავად მზა ტანსაცმლის იმპორტიც. გაძვირდა ყველაფერი, ხო? გაძვირდა ნედლეული, გაძვირდა სახარჯი მასალა, გაძვირდა ტრანსპორტირება, შესაბამისად წარმოების ნაწილში, როდესაც იმპორტზეა ყველაფერი დამოკიდებული, ძალიან დიდი რყევებია. იმიტომ რომ წარმოებელი დგება დილემის წინაშე, ან უნდა შეამციროს მარჟა, რომელიც ისედაც ჩვენ ქვეყანაში არ არის დიდი, როდესაც ადგილობრივ წარმოებაზე ვლაპარაკობთ, ან უნდა გააძვიროს პროდუქცია.
იმიტომ რომ პირველი სადაც პრობლემა არის, ეს არის ტრანსპორტირების ხარჯი, რომელიც ძალიან გაიზარდა. რეალურად ნებისმიერი პროდუქტი მოდის ინდუსტრიაში ყოველ შემთხვევაში ტენდენცია არის მზარდი, შეიძლება არსებობენ ერთეულები, სადაც ჯერჯერობით ეს ესე ვერ აისახა, იმიტომ რომ ეს შეიძლება მიბმული იყოს მაგალითად იმ მარაგებზე, რა მარაგებიც მათ გააჩნდათ, მაგრამ ახალი შესყიდვებით და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პროცესში აუცილებლად მოუწევთ, რომ ამ გაზარდონ ფასები პროდუქციზე და ძირითადი ნაწილი უკვე გაზრდილი არის კიდეც რეალურად, იმიტომ რომ იგივე მიწოდების ვადები, ეს არ აქვს მნიშვნელობა, აქ საქართველოში არის ნაწარმოები პროდუქტი პირობითად თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში არის და იქიდან არის მზა პროდუქტი იმპორტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში იმ უცხო ქვეყანაშიც პირობითად სადაც არის ნაწარმოები პროდუქტი, იქაც გაზრდილი არის ნედლეულის ღირებულება და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ან რაღაცა კავკასიის რეგიონს პირობითად, ეს გლობალურად მთელ მსოფლიოს ეხება, იმიტომ რომ როგორც ვიცით და ვხედავთ საომარი ვითარებები და კონფლიქტური კერები მხოლოდ ერთ კონტინენტზე არ არის. გეტყვით იმასაც, რომ სხვადასხვა ანალიტიკური გამოცემის პროგნოზით გლობალური მოდის ინდუსტრიის შემოსავლებს მიმდინარე წელს 2 ტრილიონი დოლარისთვის უნდა მიეღწია, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ომმა პირდაპირი გავლენა იქონია გაყიდვებზე და რიგ ქვეყნებში მოდის ინდუსტრიის გაყიდვები 50%-ითაც კი შემცირდა. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.